რომელ სოფელშიდაც სკოლის ზარი არ ირეკება და ეკლესიის ზარი არ ირეკება, ის სოფელი სოფლად არ ითვლება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წყალაფორეთის საშუალო სკოლის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც აშენდა 1968 წელს და საბოლოო ნგრევა განიცადა 2021 წელს. 15 კილომეტრი არის აქედან, სადაც დაკავთ ბავშვები. უჭირთ. ბავშვი არა ჩვენ გაგვიჭირდება თვითონ დიდებს. ამ სიცხეში და იმაში ახლა მარშრუტი მგზავრობა. წყალაფორეთის სკოლა ითვლიდა დაახლოებით 300-მდე ბავშვს. დღეს უკვე არის 25 თუ 27, ზუსტად ვერ გეტყვით. 70-იან წლებში ამ სოფელში 700 კომლამდე იყო. დღეს ძირითადი მაცხოვრებელი 150-იც არ იქნება. და ამ ხალხსაც არ აქვს ყურადღება. ეს მარტო ჭირდებათ არჩევნებზე. აქ ერთი თავშეყრის ადგილი იყო, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ადგილზე. პესოქს ვერ იყიდი სოფელში, მაღაზია აღარ არის. ეს ყველაფერი დაინგრა. ეს გამოიწვია სკოლის ხელისუფლებამ არ უნდა გააკეთოს. მომისმენთ იმ მაღაზიას ამუშავებს სკოლა, ბაღი და ასეთი რაღაც. ეს როცა აღარ არის, მაღაზიას მითომ აღარ არის. დახმარება უნდა გქონდეს გლეხს. არავითარი დახმარება არ აქვს. 10 მეასედი ადგილის დამუშავება უჯდება 200 ლარი. 200 ლარის საფასური იმაზე არ მოდის. აღარც ტექნიკა გვყავს, აღარაფერი აღარ გვყავს ჩვენ. სად წაიყვანეს? ყოველ პირგამოზაფხულზე გვეხმარებოდნენ რაღაცით. დღეს აღარავინ აღარ გვეხმარება. აღარც მინერალური საცუქებით, არც იმით, არც ტექნიკით, არც საწვავით, არაფრით. არავინ არ გვეხმარება დღეს. არის დაახლოებით 5-10% ათვისებული ნიადაგი, მეტი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა ხო პირველი პრობლემა ის არის ხელმძღვანელი უნდა ყავდეს ნორმალ რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს სოფლისთვის არა ხელფასისთვის ამ ხელა გიგანტი სოფელი იყო ეს და ერთი იმის ადგილი არ აქვს რომ არჩევნები ჩაატარონ რაღაც მასშტაბია ქირაობენ ვიღაცის სახლებს ასეთი ტენდენცია იკვეთება რომ აგვიანებენ ან არ ვერ ქმნიან ახალგაზრდები ოჯახებს და ვერ შექმნის საიდან უნდა შექმნას ოჯახი ოჯახს უნდა ფინანსი არა გამგლეხ შემოსავალი აქვს ყველას გაუფუჭდა გული არიან ახ ბევრი არიან ახალგაზრდები ხან არიან საკმაოდ მაგრამ ეხლა იქ რო წავიდნენ და ემუშაონ აქეთ ვერაფერს აკეთებენ აქ გაჩერდნენ ანაზღაურება არა აქვს სოფლის პროექტებს იძახენ არაფერი ამით არ კეთდება წყლები გააკეთეს და დროებით მაცხოვრებლებს ორ-ორი მხრიდან მიუყვანეს და მე მაგალითად დღეს ერთი მხრიდანაც არ მაქვს წყალი ეს დროებით მაცხოვრებლებს ამას ვერ არჩევენ რომ დროებით მაცხოვრებელი და მუდმივი მაცხოვრებელი ვინ არის არავინ არ გისმენს შენ როგორც უნდათ ისე აკეთებენ თავის ადგილებში ყანებში შეიყვანეს გზები და სანიაღური არხები გააკეთეს და სოფელი მიტოვებულია და მე ჩემი კუთვნილი გაკეთებული ჩემი ხელით გაკეთებული და ჩემი სახსრებით გაკეთებული გზა დამინგრიეს მოუთხოვე და არ აკეთებენ წყალი 4-5 ჭაბურღილი გააკეთეს ამდენი ფული ჩაღარეს შით წყალი არ არის მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი ახლა ცოტა მიჭირს ამაზე თქმა და რაღაც მაგრამ მე დღეს წყალი არ მაქვს ხელით ვეზიდები წყალს და დღეს 21 საუკუნეში რო სარეცხი მანქანა არ გექნება ოჯახში ეს ძნელია პრობლემა მეტი რა არის გამკეთებელი ვინ არის ეს არის საქმე